დაინგრა შენი გეგმები. დაეცი სულით და დაიღალე. გახსოვდეს. ეს ჩემგან იყო. შენ აგებდი შენთვის გეგმებს და მომიტანე მე რათა მეკურთხებინა ისინი. მაგრამ მე მინდა რომ შენმე დამითმო წარმართო შენი ცხოვრება. მაშინ პასუხისმგებელი ყველაფერზე მე ვიქნები, რადგან ძალიან მძიმეა ეს შენთვის და მარტო ვერ შეძლებ გამკლავებას რამე თუ იარაღი ხარ მხოლოდ და არა მოქმედი პირი. იგემე მოულოდნელად ყოფითი წარუმატებლობები და უიმედობა მოიცვა შენი გული. ეს ჩემგან იყო, რადგან მე მინდა რომ შენი გული და სული მუდამანთებული იყოს ჩემ თვალწინ. დიდი ხნის მანძილზე არიღებ შენი ახლობლებისა და ძვირფასი ადამიანებისაგან ცნობებს და სულ მოკლეობის გამო უნუგეშობასა და ტრტვინვაში ვარდები. იცოდე ეს ჩემგან იყო, რადგან ამ წუხილით მე ვცდიდი შენი ლოცვების კადნიერების ძალას შენი ახლობლების მიმართ. შენ არ დაავალე მათი მფარველობა ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს. მოგაკითხა მძიმე ავადმყოფობა. დროებითმა ან უკურნებელმა და შენ აღმოჩნდი მიჯაჭული შენ სარეცელზე. ეს ხომ ჩემგან იყო, რადგან მე მინდა რომ შემიცნო უფრო ღრმად შენი სხეულებრივი უძლურებისას და არ დრტვინავდე მოწევნული განსაცდელის გამო. არ ეცადო ჩაწვდე ჩემს გეგმებს ადამიანთა სულების სხვადასხვა გზებით გადასარჩენად დაშვებულს. არამედ უდრტვინველად მოუდრიგე ქედი ჩემს წყალობას შენს მიმართ. ოცნებობდი ჩემთვის განსაკუთრებული საქმე აღგესრულებინა და ამის ნაცვლად სარეცელზე მიკრული აღმოჩნდი. იცოდე, ეს ჩემგან იყო. წარმატებებისას შენ ჩაძირული იყავი შენ საქმეებში და მე არ შემეძლო მომექცია შენი ფიქრები ჩემსკენ. მე მინდა გასწავლო ყველაზე ღრმა ფიქრი, რათა იყო ჩემს სამსახურში. მე მინდა გასწავლო შენ შეგრძნება საკუთარი არარავობისა და იმისა, რომ ვერაფერ შეენდობი საკუთარ თავს. ჩემი საუკეთესო თანამებრძოლები ძირითადად არიან ისინი, ვინც მოწყვეტილია ცოცხალი მოღვაწეობისგან, რათა ისწავლო მფლობა იარაღისა, რომელსაც გამოწყვეტელი ლოცვა ჰქვია. მოწვეული ხარ უეცრად დაიკავო მძიმე და საპასუხისმგებლო მდგომარეობა. წადი, ჩემი იმედით.